გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, ჩემო არხელებო, ვინც კიდე არ არის გამომწერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ ეს არხი გახდეს თქვენიც. მე კი შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი და დღეს მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ამულეტი, რომელიც შექმნილი არის კონკრეტული ადამიანისათვის, ინდივიდუალურად და არა ესე ვთქვათ ზოგადად როგორც არის ხოლმე მარკეტინგულად, რომელიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის. მინდა გითხრათ, რომ მე ასე არ ვდგები, მე ვნახულობ რა სჭირდება ადამიანს, მისი ენერგეტიკა რა საჭიროებს და ინდივიდუალურად შევუდგინო მას ამულეტი. რატო არა, ასე ვთქვათ, რაც ძალიან მოდაშია ზოდიაქოებისთვის გავკუთვნილი ცალკეულად, იმიტომ რომ ადამიანს გარდა მზის ენერგიისა აქვს მთვარის და სხვა პლანეტების ენერგიებიც და მარტო მზე არაფერს არ გვაძლევს და არ აკეთებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ასე რომ მე ვნახულობ რა სჭირდება ადამიანს ინდივიდუალურად, კონკრეტულად და მისთვის არის განკუთვნილი ეს. ეხლა მინდა გითხრათ, რას მოუტანს აი ეს სილამაზე, კონკრეტულად ეს სილამაზე მის პატრონს. დავიწყებ აი ეს გონან ესენი ერთმანეთს და სხვათა შორის ეს ორივე ქალბატონის არის და მინდა ვთქვა, რომ დედაშვილის ამულეტია ეს. დავიწყებ აი ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი ქვით, რომელსაც ქვია ეშმაკის კლანჭი და სიტყვა ეშმაკი ნუ შეგაშინებთ. ეშმაკი ეზოთერიკაში არ განიხილება როგორც საოცრად დაცემული ენერგეტიკა, ის განიხილება ძლიერ ენერგეტიკად, რომელმაც იცის ყველა საიდუმლო სამყაროსი და მას შეუძლია ყველაფერი. ეშმაკი არის იმიტომ, რომ მას შეუძლია მინუს ენერგიებიდან ავიდეს პლუს ენერგიებში, გადავიდეს და ადამიანიც ცხადია თუ ამის სურვილი აქვს ხო ადამიანს ჩვენ არ ვძალადო პიროვნებებზე ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს და მიიყვანოს 60 დღეში უმაღლეს წარმატებებთან. ვნახოთ კიდე რა შეუძლია ქვას და რატო შეურჩია ამ ადამიანებს ეს ქვები. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი უძლიერესი დამცავია ეს ქვები მაგიისგან, თვალისგან, ენერგეტიკული დაბინძურებისგან და ასე ვთქვათ მიზან დასახულად მიმართული დაზიანებებისთვის დამცავად. ჩათვალეთ, რომ ეს არის უძლიერესი ფარი და მარტო ფარი არა. ეს არის ქვა, რომელიც ასრულებს ისეთ სურვილებსაც კი, რომლის ასრულება შეიძლება დაუჯერებელი იყოს. ანუ აუსრულებელ სურვილებს, ან ესე ვთქვათ, ოცნების მსგავს სურვილებს, რომელზეც შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ ეს არ გამოვა, ეს როგორ შეიძლება მოხდეს. მოკლედ, ძალიან, იმიტოა ეშმაკის კლანჭი, რომ ზუსტად იქ ჩაავლებს იმ სურვილის ენერგიას, სადაც იმ დროს, იმ მომენტში იმ წამს და მიუტანს პატრონს. ესეთი უძვირფასესი ქვა არის, სხვათა შორის საკმაოდ რთულად საშემრალი ქვა არის და მე თვითონაც მაქვს სულ რამდენიმე ღათამრჩა. მე მინდა კიდე აღვნიშნო აქ ეს ფერადები რო არის, ეს არის ლავა ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ შეღებილია სხვადასხვა ფერად, რომ სილამაზე მიეცეს, ლავა არის, ესეც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მატერიალური ენერგიის ანუ რატო ვუსმევ ხას მატერიალურ ენერგიას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფინანსების მომტანიც არის, მიწის ენერგიებით მაქვს დატვირთული და დამცავი. რატო ვუსვევ ხას ესე დამცავი ამ ადამიანებზე მე ვნახე, რომ იყო მიტანილი ენერგეტიკული დაზიანება, რასაც ადამიანები ასე ვთქვათ ჯადოს ვეძახიან, მოუხსენი ცხადია მათ ეს მაგიური ნეგატიური ჩარევები და დავუმზადე კი ბატონო ეს ამულეტები. და ეს ძალიან მიწის სტიქით გაჟღენთილია ეს ენერგიები, ეს ამულეტი.
მე მინდა კიდე ყურადღება მივაქციო აი ამ იასპებზე. რა მოაქვს იასპებს? იასპებს მოაქვს ჩვენ ვიცით რომ მარტომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აკრეფილი კარმები და ნეგატივები არ გვაქვს. ჩვენ მოყვება ჩვენი საგვარეულო პროგრამები. აი ამ ნეგატიური საგვარეულო პროგრამებიდან ჩახსნას და წმინდას ახორციელებს იასპები. ხო? აი ბაბუას დაჭამა ტყემალმა ულამაზესი ქვა არის, არ ვიცი კამერაში რამდენად ჩანს, აი რაღაცა იფიქრებ, რომ რაღაცა ხატვის მოხატილი აბსტრაქტული ტილოა. პაპის დაჭამა ტყემალმაო შვილიშვილს მოკვეთა კბილიო. აი ეს კბილის მოკვეთა რომ შევასუსტოთ, შევანელოთ, დავიცვათ, ამიტომ გავაკეთეთ იასპები. ეხლა მე მინდა კიდე გაჩვენოთ სხვა ამულეტი. აი ესეც არის ეს უკვე სიმბოლიკებით სურვილის ასასრულებელი ამულეტი და აქტიურად გამოვიყენე ვარდისფერი კვარცის ენერგია რომ სიყვარული მოიზიდოს ადამიანმა და აი ესეთი ცისფერი ელემენტებით ჩავრთე კიდე რომ ამ ადამიანმა გამოხატოს თავისი სურვილი, თავისი ნება და მიიღოს ის რაც სურს. ამასაც ყავს თავისი ადრესატი. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემიკვეთოთ, როგორც თქვი, აუცილებლად დიაგნოსტიკის შემდეგ ვაკეთებ ამ ამულეტებს, ისე ბრმად არ ვაკეთებ, რომ იმუშაოს და იმოქმედოს, ვნახულობ ყველა ჩაკრას, სად რამდენი ენერგია, სად არის გადამეტებული, სად არის ნაკლები, აშება საერთოდ დახურული იყოს რომელიმე ენერგია, ბალანსი უნდა დადგეს და რა ენერგიაც აკლია, სადაც არის კრიზისი, მით მივეხმაროთ ადამიანს და არა ზოგადად, რომ ვიღაცა ლომია და არის ეს ქვა არის კარგი და ვიღაცა თხის რქა და ეს არის. ესი არ მუშაობს. ეხლა კი მინდა გაგაცნოთ, რომელსაც არ აყავს ნამდვილად ფლობელი, დამჭა ერთადერთი და გაიცანით მის ბარაქის ცოცხი, რომელიც დამშვენებს თქვენს სახლს და დამშვენებს თქვენს ოფისს. გააჩნია ვისაც სურს ბარაქა სახლში, ოფისში, სამსახურში, სავაჭრო ცენტრში. ცოცხი არის ერთ-ერთი უნივერსალური ბარაქის სიმბოლო, აქ ხედავთ ფინანსურ მონეტებსაც, ესეც აქ გააქტიურდება აუცილებლად თქვენს სახელზე, თქვენთვის და ცოცხს როგორც შემოცოცხავს ბარაქას, ასე ვთქვათ, ისე გაცოცხავს უიმედობას, იღატაკეს, უიღბლობას და ნეგატივს იმ ადგილიდან, სადაც დააბრძანებთ მას. საერთოდ ერთი რამ მიცოდეთ, რომ სადაც არის მტვერი, ჭუჭი, ნაგავი, იქ იბუდებს სიღარიბე, იქ მეფობს და ცხოვრობს სიღარიბე. ამიტომ ცოცხის ამულეტი არის ძალიან კარგი, მუშაობს ძალიან კარგად. ცხადია მას შემდეგ, როცა გააქტიურდება. მანამდე ყველაფერი არის უბრალოდ ნივთი, რასაც ხშირად აღნიშნავ ხოლმე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი. ჩემი ნომერია 592332507, Facebook გვერდი ქართული შრიფტით რეიკი მკურნალი. და თუ დაინტერესდებით მსგავსი ამულეტებით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. გავიარეთ კონსულტაცია, გავაკეთოთ აუცილებლად დიაგნოსტიკა, რომ ნახოთ რა ხდება თქვენს თავს და შემდეგ როგორც ექიმი განკურნავს პაციენტს, ისე მიუდგეთ თქვენს ენერგეტიკას და შეუდგეთ იმ წერტილის, იმ ადგილის, იმ სოციალური სფეროს განკურნა, რაც გაწუხებთ თქვენ. გისურვებთ წარმატებას, სიმდიდრეს, ბარაქას, სიყვარულს, რაც მთავარია და თავისუფლებას. მომავალ შეხვედრამდე თქვენი ნათია შაი.